მშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გიორგობა დღე არის. ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელს, არ ვიცი რამდენი დარჩა საქართველოში. მინდა მიულოცო დღევანდელი დღე, წმინდა გიორგის მადლი დაწალაფარავდეს. თუ არ დარჩენილი ასეთი 4-5% დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა, გადავრჩენილი ვართ, ამის თქმა მინდა თავშივე. და მინდა გამოვეხმაურო, დღეს ისეთი უახლეს ისტორიაში ისტორიული დღე არის და დღევანდელ დღესაც ექო ისმის ამ ყველაფრის, აგერ გულისხმობ, ჩემო კარგებო, გეი რევოლუციონერებმა და საქართველოს სისხლის მსმელებმა ჭარაში რომ რევოლუცია მოაწყვეს 21 წლის და დღესაც ეგერ ნიკუტა პიდარასტის ტელევიზია რომ ზეიმობს ემას რა ქვია გიორგობის დღესასწაულს რევოლუციის სახით. ხლა ესენი როგორი ქრისტიანები იყვნენ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ გიორგობასთან დაკავშირებით, ვისაც გაინტერესებს შეგიძლიათ ახლა ყველაფერს რო თავი დავანებოთ ის ფარული ჩანაწერი, რომელი ფარული ჩანაწერიც გიორგობის დღესასწაულთან და ზოგადად სარწმუნოებასთან დაკავშირებით არის გაკეთებული ბენდუქიძის, სულაძაღლებული ისიქ რაღაცა ძუკნა გოგოსი, სააკოვის და გილაურის და იმის შეგიძლიათ ნახოთ ჩემი YouTube-ის არხზე ცდებს, არის წუთნახევრიანი სიუჟეტი, მაგრამ საქმე ამაში არაა. საქმე სხვა რამეში არის, ესე იგი გავიდა უკვე ამდენი ხანი 21 წელი 22 წელი დიდი რევოლუციიდან და როგორ შეისწავლეს ქართველი ერი ყველანაირი კუთხით მაშინაც ეს დამყაყებული აყროლებული მოღალატე შევარდნაძის ვითომ გადადგომა და ვითომ შევარდნაძის პრეზიდენტობის და შევარდნაძის რეჟიმის წასვლა ჯერ ერთ გიორგობას დაამთხვიეს თბილისში და მერე მეორე გიორგობას დაამთხვიეს ბათუმში, ეს რო ლეგენდები, რომელიც ჩვევია ჩვენს საერთოდ ეგრეთ წოდებულ საქრისტიანოს, რო აი ეს ბოლოჟამის პატრიარქი რო არის და იბერია რო გაბწყინდება და მსგავსი რაღაცეები და რაღაცეები, აი თურმე აი ამ ნათელმა ძალებმა დაამარცხეს ეს ბოროტი ძალა, რომელიც ასე ანადგურებდა საქართველოს და მოკლედ რა, ამაში ღმერთის ხელი ურევია. მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ამაზე ერთი განცხადება არ გაუკეთებია, მაშინ საპატრიარქოს, პატრიარქს და არ უთქვია ერთი, რომ ის არათუ ქრისტიანული ძალები მოვიდნენ და წმინდა გიორგის მებრძოლები მოვიდნენ სათავეში, მოვიდნენ პირიქით სისხლის მსმელები, მოვიდა ეშმაკი, მოვიდა წყეული, შენიღბული ქრისტიანობის სახელით, თუმცა ხლა მას როგორ იტყოდნენ, იმიტომ რომ ანაფორას ამოფარებული ყანდურები თვითონ არიან შენიღბული ქრისტიანობის სახელით და ეზიზღებათ ყველაფერი ქართული და ყველაფერი მართლმადიდებლური და აქვთ ეს ქრისტიანობა და ქრისტე ბიზნესად გახდილი და ისე ემართება მე ჩვენ ერსაც. და ისე მიდის მთელი ერის ბედი და ისე მიდის მთელი ერის საქმე, როგორი ქრისტიანებიც ავართ. ხლა თუ ვინმეს კიდე არ ახსოვს, გავახსენებ, რომ იმ დროში შეცვლა იქნებოდა, გერბის შეცვლა იქნებოდა, რო კითხოთ წმინდა გიორგის რევოლუციონერები იყვნენ მოსული და წმინდა გიორგის გერბს მაინც რას ერჩოდნენ, ხო? აი თუ ის დროშა არ მოწონდათ და რაღაცა და ლომებით ჩაანაცვლეს, ეს ლომები როდის ნახეს საქართველოში, არ ვიცი. და ამას სხვათა შორის პატრიარქი და საპატრიარქო თუ ვინმეს დაგავიწყდათ, შემიძლია გაგახსენოთ, რომ პატრიარქი იყო გამოსული და როგორ თხოვდა სააკაშვილს, რომ ეს დროშა და ეს გერბი და ეს ცვლილებები გაეკეთებია, რომ თურმე ასე და ასე იქნებოდა საქმე საქართველოს იბერიის გაბრწყინებისთვის, ხუთჯვრიანი დროშა იყო საჭირო და თურმე გერბი იყო საჭირო, ჯვრების მაგალითად პლუსებია იმაზე ისე დასმული, რომ იცოდეთ. აქაური როზენკრეისერების დროშა არის, აქაური მასონური ორდენების. მოდით აგერ და ნახეთ, გინდათ საფრანგეთში და გინდათ ინგლისში, რამდენი მსგავსი ვარიაციებია დროშის და ეს არ იცოდნენ საპატრიარქოში. ამიტომ
მე ძალიან ისეთი თვალით უყურებ ამ ყველაფერს, რომ რიტუალებზე დასული რწმენა, რომელიც საქართველოში არის დამდგარი, არ ვიცი ამ რიტუალებს კიდე როგორ ატარებენ და რანაირად ატარებენ, ეს კიდე ცალკე საკითხავია, რამდენად კანონიკურია. ვერასდროს ვერ მოუტანს საქართველოს სიკეთეს და კარგს, იმიტომ რომ მადლი არა არსად და როგორი ქრისტიანებიც ვართ და როგორი მართლმადიდებლებიც ვართ და როგორც გავართ ჩვენ წინაპრებს, ისე მიდის ქვეყნის საქმე, მაგრამ დარჩენილია ქვეყანაში პატიოსანი ქრისტიანი ადამიანები თუ არა, უფრო უარესად და უარესად წავიდოდა კიდე საქმე, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამაზე რო ვლაპარაკობთ, ესეც რაღაცას ნიშნავს. და ვინ გაგვიკეთა ეგ ყველაფერი, ხო? აი საიდან მოხდა ეგ ყველაფერი? საიდან მოვიდა ეგ ყველაფერი? მოვიდა ჩვენი დაუძინებელი, დაუღალავი მეგობრიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ქრისტიანული ქვეყანა როა და დიდი, რა ქვია, ქრისტიანობაში დიდი წვლილი რო აქვს ამერიკას შეტანილი, ჩვენი მეგობრებიდან მოვიდა და ამას მაინც უნდა დაკვირვებოდი ადამიანი, რომელი ქვეყნიდან მოდის და რა ძალებიდან მოდიოდა ეგ ყველაფერი და ისე წავიდა ჩვენი ქვეყნის ბედი, როგორც წავიდა. უღმერთო გზაზე დამდგარი ქვეყანა, ზუსტად უარეს იმსახურებს მე თუ მკითხავთ, მაგრამ დღეს ახლა მე მინდა გამოვეხმაურო ეს ისე შესავლისთვის და მე მინდა გამოვეხმაურო ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტს, რომელზეც მთელი ცადა ქვეყანა ლაპარაკობს და შეძრწუნებულია სანაცეთი, არა აღფრთოვანებულია სანაცეთი, შეძრწუნებულია ვითომ საქოცეთი, ვითომ რა ვიცი, აი ქართველი ერის გამარჯვება თურმე ამ მეგობარ აქტში არის და რაღაცაში, მოკლედ. მინდა ორი სიტყვით პროცედურაზე ვთქვა. ქოცებო, ისე თქვენ ძაღლიშვილებო, რო პროგნოზირებდით, დიდი პროგნოზები რო გქონდათ და ტრამპის ქრისტიანობაზე რო იყავით გადარეულები და აიო უკრაინაში ომი დამთავრდებაო, იქ ტრამპი მოვაო და ასე გაგრძელდება და საქართველოს ამერიკის ურთიერთობებიო, დემოკრატიაში იქნებაო და ყველაფერი კარგად იქნებაო. ხო პროგნოზირებდით ეს თქვენი ბრძენი ანალიტიკოსი წმინდა ბიძინას სახელით ხო პროგნოზირებდით ამ ყველაფერს. რაფერ მიდის თქვენი საქმე? ხო მიდის უკუღმა და უკუღმა უნდა წავიდეს. იმიტომ უკუღმა წასასვლელები ხართ თქვენი ლიდერიანად. და თქვენი მლოცველ მაკურთხებლებიანად. რა ხდება? რა ხდება? აი ელემენტარული კითხვა მაქვს. პროცედურა ვინც იცის, ეს ახლა რას განიხილა აგერ კონგრესმა, მერე სენატი და 80%-იანი მხარდაჭერა ქონდა, მერე ამას სენატი დაამტკიცებს, მერე მივა ტრამპთან, ტრამპი რო არც იყოს ამ აქტის ესა რა ქვია, ვეტო რო დაადოს, უნდა დააბრუნოს უკან. სადაც 2/3-ის მხარდაჭერა ჭირდება, რომ შევიდეს ისევე ეს კანონპროექტი ძალაში და არ დაგავიწყდით 80%-მა დაუჭირა მხარი. 80%-მა, ასე რომ თქვენი იმედები, თქვენი ლოცვები ტრამპთან დაკავშირებით, აი ასე ამოყირავდა და საერთოდ ასე დაემართება ყველას. ყველას დაემართება, ვინც იქნება საზღვრებს გარეთ და ოკეანის გაღმამით უმეტეს მაძიებელი მფარველის, პატრონის, დემოკრატიის, პარტნიორის და თვალებს ვერ გამოიხედავს და ქართველერს ვერ დაინახავს და ქართველერის გვერდით ვერ დადგება და ზოგადად ქვეყანა, რომელიც მისი პრობლემების მოგვარებას მისი საზღვრებს გარეთ ეძებს, ეს არის მთავარი ინდიკატორი, რომ ის ქვეყანა არის სუსტი, სხრევადი ქვეყანა, რომელსაც მომავალი არ გააჩნია. იმიტომ რომ ყველა ქვეყნის პრობლემები უნდა წყდებოდეს ძირითადი პრობლემები ქვეყნის შიგნით. მით უმეტეს ისეთი პრობლემები, როგორიცაა არჩევნები და ასე შემდეგ. ასე რომ მოხდა ეს პროცესი ძალიან კარგი, მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი, მივესალმები, ორივე ხელით მივესალმები, იმიტომ რომ ხალხო ნაცი და ქოცი თუ იქნება კარგად, ქართველი ერი იქნება ცუდად. ეს არის აქსიომა, ეს არის რეცეპტი. ხო. და ისე კიდე აი ეს ჩვენი პრეზიდენტიც რო ის გახდა, რა ქვია, მაპრეზიდენტალი რო გახდა, ესა რა ქვია, დიდი ქრისტიანი და ტაშს რო უკრავს ამ ყველაფერს, ესეც გიორგობის დღეს რო მოხდა, აი გიორგობის დღეს მოხდა ესეც ალბათ და
გიორგობას რო ულოცავს თან ხალხს, ისე რავა ყველას დებილი გონია ქართველი ერი და როგორ ყველა ექცევა ქართველერს მაქსიმალური შეურაცხყოფით, რომ მორწმუნე ადამიანი და ქრისტიანი ადამიანი როგორ დებილად მიაჩნიათ. ახლა სალომე ზურაბიშვილიც რო ქრისტიანობას დაიწყებს საუბარს და მეგობარი აქტით რო დაუწყებს ქართველერს საუბარს. ხო, მეტი ღირსია ჩვენი ქვეყანა და მეტი ღირსია ჩვენი ერი. ამდენს რო აბედიებენ. ახლა რა შეეხება აი ამ აქტს? ძალიან კარგი მივესალმები ბიძინა ივანიშვილს და ქოცებს თუ რამე ქონება დაწყებული ამერიკიდან დამთავრებული თუ სადმე რამეს წაართმევენ და თუ სადმე რამეს ჩამოართმევენ ორივე ხელით მივესალმები. ასევე ორივე ხელით მივესალმები ნაცებსაც თუ რამეს წაართმევენ და ჩამოართმევენ და ქართველ ერს არავინ არ დაუბრუნებს მაგას ერთი ანგარიში რო გახსნა ამათი წართმეული ქონებიდან და აგერა ამით ქართველებო და ეს ფული თქვენ გეკუთვნითო და რამდენი საქართველოს მოქალაქეა იმდენზე გაყონ ამათი წართმეული ქონება და მივიდეს ქართველი გაჭირვებული ქართველი პასპორტით და აიღოს მისი ქვეყნის წართმეული ფული. ამაზე მეტი კაი საქმეს ვერ გააკეთებს ვერც ამერიკა და ვერც ევროპა და ვერც ვერავინ მსოფლიოში, მაგრამ ამის გამკეთებელი არავინ არაა. ამაში არის მთელი საქმე და უბედურება. ახლა რა შეეხება იმას, რომ ვენებს რო იჭრის ხალხი, ისა რა ქვია, ეს დებილები რო ხართ, რომ აი და ამერიკამ დაგვა სანქცია და ამერიკამ ასე გვიქნა, ამერიკამ ისე გვიქნა. ბიჭო, მეტი რა უნდა გიქნათ ამ ამერიკამ. ყველაფერში გიხმარათ, ყველაფერში გამოგიყენათ, ყველაფერი გაგითახსირათ. ქვეყანა გადააქცია პოლიგონად. რუსეთთან დაპირისპირებისთვის, დასვა მისი მარიონეტები, მოათახსირა ყველაფერი ქართული, მენტალობა, აზროვნება, ყველანაირი ეროვნული სული მოკლა. საქართველოში გამოზარდა დამპალი, აყროლებული, ძაღლმადიდებელი თაობა, რომელიც ძაღლმადიდებელი თაობისთვისაც შენი ქართული ადათები, წესები, ტრადიციები საერთოდ არაფერი არაა და არავის არაფერი არ აინტერესებს, ფული მიეცი და ღამის კლუბებში აგულავე და 1000-ზე გადაახტუნე და პლანი აწევიე და ტაბლეტი აყლაპიე. ყველაფერში გაგაფარჩაკათ. სტალინის ძეგლი თქვენი ხელით აგაღებიათ, რეიგანის ძეგლი დაგადგმევიათ და ბუშის ქუჩა გაგახსნევიათ. აი, ქართული ენა, ქართული აზროვნება გოიმობათ, ჩამორჩენილობათ, ცნობიერების დაბალდონეთ და ყველანაირი მათ მეტი რა უნდა გიქნათ. აი, მეტი რა უნდა გიქნათ და გეუბნებიან ამაზეც, რომ მეგობარი ვარ. ბიჭო, ახლა წიგს რო არავინ არ კითხულობს, გასაგებია, ზედაპირული როა საზოგადოება, ესეც გასაგებია. ხარა, იმდენი მაინც ხანდახან გაგონილი უნდა გქონდეს ადამიანს, რომ თვითონ კისინჯერის ნათქვამი არის ამერიკის პოლიტიკის მამის, რომ იყო ამერიკის მტერი საშიშიაო, მაგრამ იყო ამერიკის მეგობარიო, ეს სასიკვდილოდ საშიშიაო. ხო და აი ესეთი სასიკვდილოდ საშიში მეგობრები ხართ თქვენ. ამიტომ ჩვენაირი უბრალო ადამიანები ამ დამპალ აყროლებულ რეჟიმებთან ვერაფერს ვერ გახდებიან. ამიტომ უსურვებ მე ქართულ ოცნებას, უსურვებ ქოცებს ამერიკის მეგობრობას, რომ ვენებს რო იჭრიდნენ I speak only English, I love you my friend, რო იძახოდნენ ეს ხალხის ძალა და ეს კონსერვატორები, უსურვებ აი ამ დიდ მეგობრობას და ისე დაესრულებთ, აუცილებლად ისე დაასრულებენ ანგლოსაქსებთან მეგობრობა, ვინც იცის და ვინც არ იცის, ყოველ შემთხვევაში ახლა გაიგებს ბარეორი, რომ ანგლოსაქსებთან მეგობრობა რას ნიშნავს და რას წარმოადგენს და როგორ წარმოადგენს. ძალიან კარგი, ძალიან კარგი, მივესალმები. ახლა რა შეეხება იმ კატეგორია ადამიანებს, რომლებიც გამოდიან და ლაპარაკობენ რაღაც იმის, რა ქვია, დემოკრატიის, კანონების, მადლიერების და ამისი. ერთ-ერთი ბიჭო, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები რო განახათ და რომ გაგაგებიათ, ვინ არიან ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები, პირი დაგჭება ადამიანს ღიად იმას რა შეხება აქვს საერთოდ დემოკრატიასთან და კანონთან. აი ელემენტარული, ხო, აი ადამიანის უფლებებთან, ელემენტარული შორს არ წავალ საუდის არაბეთს, რომელშიც დღესდღეობითაც ქალების უფლებები ახლა გაუთანამრეს ცხოველების უფლებებს, სადაც მონარქია აბსოლუტური და სადაც გამოყავთ ხალხი და პირდაპირ ქუჩაში ხმლით აჭრიან თავს. პირწავარნელი ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია და
ნავთობს ყიდულობს, დოლარი გამყარებული მაგითა აქვს და ჩემი ძმა ხარ და ჩემი მეგობარი. რა დააშავა ქართველმა ერმა? რა დავაშავეთ ქართველებმა ამის ფასი ამერიკელების მიმართებაში, რომ ამერიკელების გული ვერ მოვიგეთ. აი, როგორი უმადური და როგორი დედამოტყნული ერია, ერისა და ხალხია და როგორი დედამოტყნული სახელმწიფოა. აი, ელემენტარული. ბიჭო, თუ რამე ტერიტორიების დათმობა იყო, თუ რამე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა იყო, შევაკალით, შევახოცეთ ჩვენი ბიჭები, ახალგაზრდები, ზოგი დაიღუპა, ზოგი დაინვალიდა, ზოგს რა დაემართა. 50-ზე მეტი დაღუპული. ამდენი დაჩეხილი, ამდენი დასახიჩრებული, ამდენი დაინვალიდებული. რა ვერ მოვიგეთ? თუ რამეს გვეტყოდნენ, შენ ჭირიმე შენ გენაცვალეო, ყველაფერზე ტაშს უკრავდით, ამერიკელებმა ეს თქვეს, ამერიკის კონგრესმენმა ეს თქვა, არ შეიჯვალეკო რო იძახო და ამერიკის მოქალაქეებს, ამერიკის სამხედროებს იმუნიტეტი მივანიჭეთ. ახლაცა ეს არა ქვია კანონ პროექტი, როდესაც ამერიკელმა კაცი რომ მოკლა საქართველოში სამხედრომ ქართულ პოლიციას დაკავების უფლება არ აქვს, იარაღის ტარების უფლება, იმუნიტეტი, სრული იმუნიტეტი აქვს მინიჭებული. მეტი რა უნდა გაეკეთებია? არაა საუბარი ეკონომიკურ რეფორმებზე, არაა საუბარი კანონმდებლობის ცვლილებაზე. რანაირად არ წაეკუზეთ ამ ამერიკელებს? და ივანიშვილს ვეუბნები, პირველი რომელიც მოეთხრია, როდესაც 2012-ში მოეთხრია და ქართველი ხალხის გვერდით დგომის ნაცვლად ამერიკელების უკანალში შეძვრა და ამერიკელებსო კოჰაბიტაცია უნდაო და კოჰაბიტაციის გარეშეო ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოგიტყნათ გამზდელი იმ ამერიკა? ხო შეუძვერით უკანალში ამერიკელებს. 13 წელიწადია თუ LGBT კანონების მიღება იყო, თუ ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია იყო, თუ ვინმე პიდარასტის აღზევება იყო, თუ რამე გრანტი იყო, ხო ყველაფერში უგორა კოჭი. ამ ჩათალახმა მხოლოდ იმის ფიქრით, რომ ფული არ წაერთვათ ამერიკელებს ამათთვის. მაინც ხო არ გამოუვიდა. არასდროს არავის არ გამოუვა, ვინც საკუთარ ერს უღალატებს და ვინც ჩადგება სხვა ქვეყნის სამსახურში და სხვა სახელმწიფოების სამსახურში და ვინც დაიწყებს საკუთარი ერის წინააღმდეგ გატარებას უცხო ქვეყნის პოლიტიკის, მიიღებს იმას, რაც მიიღო. და ამერიკის საელჩო წვითავდა საქართველოში, თავდაცვის მინისტრი ვინ ყოფილიყო, იმის რა ქვია, მოსამართლე ვინ ყოფილიყო, ბანკის დირექტორი ვინ ყოფილიყო, მთავრობაში ვინ ჯდარიყო, პარლამენტში ვინ ჯდარიყო და აღარ იცოდნენ. ახლა მეტნაირად რაფერ გინდათ ამ ამერიკელებს რო წაეკუზოთ? აი რანაირად გინდათ? აი როგორ გინდათ? ან ეს რა ქვია პროამერიკელები, შიგუკნიდან ამერიკელები რო ხარ, რაფერ გინდათ, რა პოზაში გინდათ ახლა, როგორ გინდათ? 69-ში გინდათ, რაკამ გინდათ, წაკამ გინდათ, ზევიდან გინდათ, უკნიდან გინდათ, მარჯვნიდან გინდათ, მარცხნიდან, რომელი მხრიდან გინდათ ამ ზანგის ბალაყანა მიიღოთ? აი გეკითხებით. აი ამ გიორგობა დღეს ამენით რო ვლაპარაკობ, ხო, რა თქმა უნდა მეც უხერხულება მაქვს, მაგრამ პირდაპირ ველაპარაკები რა. პირდაპირ ველაპარაკები, გასაგებიანით ველაპარაკები კაცო ამ ხალხს. კიდე რა პოზაში გინდათ ამ ამერიკელებს დაუდგეთ, რომ კმაყოფილი იყოს? ვიზა მოგიხსნათ? პირდაპირ რეისები დაგინიშნათ? ხო ეკუზებოდით, აგერ შევარდნაძე იმასაც ამბობდა, მე ამერიკელებს ისე ვენდობიო, ცარიელ ფურცელს მოგცემთ, ხელს მოაწერთ, რაც კანონით გინდათ ის დამიწერეთ. ბიჭო, ეს 34 წელიწადია ხო ხარ წაკუზული ყველა პოზაში და ხმარობთ ეს ზანგი. აი ელემენტარულს გეკითხებით რა. ახლა ახალი ხელისუფლებაში მოვალთო ეს ხაზარაძეები და ესენი რო იძახიან და ეს სანაცეთი რო იძახით. თქვენ რანაირად წაიყუზებით ერთი ამერიკელებს გითხარით? არც ვიზა მოგიხსნათ, არც პირდაპირ რეისები დაგინიშნათ. ბიჭო, არც თავისუფალი ვაჭრობა შემოგთავაზათ, ერთი ღრიკიანი ქარტია ქონდა შემოთავაზებული და იგი ზაგახიათ და გადმოგაფურთხათ, გაასხით ახლა აქედანო და ზიხართ ასე დამონებული, დაჩმორებული და მეგობარი აქტი, ისე თქვენი დედა შევეცი, ვინც ამბობ, ამერიკა ჩვენი მეგობარია, ისე მოგიტყავთ, მყარი და ცოცხალი, დიდი ან პატარიანად, ამერიკას საერთოდ მეგობარი არ ყავდეს და მეგობრობა არ შეეძლოს მაგ ქვეყანას და მით უმეტეს საქართველოს საერთოდ ისტორიაში მეგობარი არ ყავდეს. საქართველოს ისტორიაში როდესმე მეგობარი არ ყავდეს და იგიც ამერიკელი მეგობარი არ იყოს საქართველოში. აი ისე მოგიტყავთ გამზდელი თქვენს და იმ ამერიკელებსაც. ხო.
და აი ის კიდე კოცებს მოვა ტრამპი მოვა ასე იქნება ისე იქნება deep state დავამარცხეთ deep state ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებ ამ ყველაფერს ერთი სული მაქვს უფრო და უფრო როდის შეჭამთ ერთმანეთს უფრო და უფრო როდის გადახვალთ კანიბალიზმზე ეს ჯერჯერობით არაფერი არა ნაცი და კოცი როდის დახოცავთ ამერიკის გულისთვის ერთმანეთს რომელი უფრო ეკუზებით ამერიკას და ამერიკის ელჩს აი მე ვიქნები ბედნიერი რო შევხედავ ამ ყველაფერს იმიტომ მაგ ქვეყანაში არაფერი ქართული აღარ დარჩა საერთოდ ყველაფერი გააბანძეს, ყველაფერი გაათახსირეს, ყველაფერი გაანიველირეს. რა გინდათ სფეროს დაადევით ხელი. რო რამე არ იყოს გათახსირებული. აი გეკითხებით. და ამით არიან კმაყოფილები, რომელი უფრო უკეთესად წაეკუზება ამერიკის ელჩს. და კოცები ახლა ვითომ შემოbrunდნენ ისე თქვენი დედა შევეცი, კოცი და ეროვნული არ არსებობს. როგორ რაც საქართველოსთვის უნდოდეს, რა ბიძინა ივანიშვილს და რაც უკეთებია. ღმერთმა იგი მისცეს და მიცემულიც აქვს მაგას და მის ოჯახს. და ყველა კოცს. სამი ბაგვიშენა ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა. მოგეთყნათ გამზდელი? ჯერ სადახარ. ეს ჯერ კიდე არაფერია. ეს ჯერ კიდე არაფერი არა. უარესად უნდა დაგემართოთ. აი მაშინ ვიქნები ბედნიერი, როდესაც ნაცი და კოცი ერთმანეთის ხორცის ჭამას დაიწყებთ მაგ. იმიტომ რომ მაგ ქვეყანაში რომელ აფხაზეთს მიტირით, ბიჭო? რომელ აფხაზეთს მიტირით და რომელ აფხაზებს მიტირით? აფხაზეთში და დაპყრობილ სამაჩაბლოში უფრო შემორჩა ქართული სული, ქართული მენტალიტეტი და ქართული აზროვნება ვიდრე დანარჩენ საქართველოში. პასპორტი ეროვნება ვერ ჩაგიწერით, ბიჭო. სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებაზე ეკლესია არის თვითონ წინააღმდეგი. ხმა ვერ ამოგიღიათ, სიტყვა ვერ გითქვიათ, დაჩმორებული, დაჩლუნგებული, გადაგვარებული, ასე გეტყვიან, ასე აკეთებთ, ისე გეტყვიან, ისე აკეთებთ. მაშინ ის რო იყო, რა ქვია? ანტიდისკრიმინაციული კანონი რო შემოთხარეს. 150-მა კაცმა ჩრდილოკორეული ერთსულოვნებით მიეცით ხმა, ჩრდილოკორეაში არ ხდება ამნაირი არაფერი. და ბიძინა ივანიშვილი ყოფილა მთავარი მოთავე ანტიდისკრიმინაციული კანონის. კაცი ბიჭო, რომელიც ანტიდისკრიმინაციულ კანონს მოახვევს თავს და შემოთხრის საქართველოს და ქართველ მოსახლეობას, რომლის წინააღმდეგიც იყო მთელი ერი. და ვითომ ამათ რო კითხრო საპატრიარქოს, რომელსაც და პატრიარქს დიდ პატივს რო წერენ. პატრიარქიც რო წინააღმდეგი იყო და საპატრიარქოს, ამათმა 150 ჩრდილოკორეული ერთსულოვნებით მიიღეს ხმა და აი ამ ხალხს მერე უნდა გამოხვიდე და უნდა ელაპარაკო, რომ ამათ ან ღმერთი წამთ, ან საქართველო უყვართ, ან რაიმე ადარდებთ. მომისმინე კახა მე ჯერ ერთი ჩემო ძმაო თუ ვარ და თუ იმყოფები აქ და წამოსული თუ ვარ იმიტომ ვარ რომ ქვეყანაში ჩემს სამშობლოში სადაც დიდგორობის აღნიშვნაზე დაგიშლია დავითგარეჯი საქართველოა იტყვიდა ამის გულისთვის 8 წლიან მუხს აღგიზრავენ და სიტყვი და ამაზეც კიდე საქმეს აღგიზრავენ მე იმსა და საზოგადოება ამ ყველაფერში გაჩერდება საზოგადოება გაჩუმდება და ამ ყველაფერზე კომენტარის დაწერას ვერ გაბედავს ქვეყანაში და ჩუმად უნდა იყო და იმათ უნდა იყო მიმიფურთხებია ამ საზოგადოებაში ცხოვრებას ბიჭო მიმიფურთხებია რა თმინდა ჩმორების გვერდით ცხოვრება რა თმინდა რო კითხო ეროვნულია რო კითხო სამშობლო უყვარს რო კითხო ეს არა ეს შენახარ ეხლა ელემენტარული მაგათი ან ნაცი ხარ ან კოცი ხარ რომელიღაცა სავირთხეს წარმოადგენს და ხარ ბედნიერი ამ ყველაფრით გაიგე ბედნიერი ხარ რომ ნაცია არ ვიცი ან ნაცში გრანტი მოგდის ან კოცში ხარ საცხა შემძრვალი შემთხარ ხო შეთხრილი ხო და ხარ ასე ბედნიერად და ზიხარ აგერ და ახლა იმას ჩმორი ხარ ბიძია შენ რატო არ გამოდი შენ რატო არ ამოიღე ხმა რატო ამბობ იმას რომ თურმე 100-ია და შენ ეგენი კარგად არიან შენ გაქცეული შენ ხო ხარ ბედნიერად აი მე არავის არ გაულახი ვარ და ვერც ვერავინ ვერ გამლახავს ვერ გადამიყუნოს ვერც იქ და ვერც აქ
მაგრამ უშიშროებაა და ძაღლობაა და პოლიციაა და სისტემა. აუ მაგარი ბიჭი ხარ შენ ძმაო, მაგარი ბიჭი ხარ, ორივეს დედა შეეცი, მართალი ხარ და მე მიგებ აგერ შანს. მე ქართველი თუ ხარ და ვაშკაცი თუ ხარ და იგი რამეში გამოგეჩინა თავი შენი ქვეყნისთვის. კომენტარების წერაში რო ხარ, მაგარი და აქ მოდიხარ და ნერვებს მიშლი. წადი რა, საქმეს მიხედე თუ ჩემი ძმა ხარ, ერთი მეც პასუხობ რა, მეტი საქმე არა მაქვს. მაგრამ შენი მოაზრე ბევრი იქნება. რა თქმა უნდა, თუ ვინმე ხმას ამოიღებს ამ სისტემის წინააღმდეგ, იმას გადევნიან და გამოეკიდებიან და უშიშროება გამოეკიდება და პოლიცია აბა შენაერ კაც ვინ რას ეთქვის თუ ჩემი ძმა. შენაერ კაც ვინ რას ეთქვის თუ ჩემი ძმა ხარ. ქოცი ხარ, სააკიანი გადაგდებულია სააკიანი. ეგ რა წამობლაგული გემრიელად ვივამეჩი, კაი სვამს, კაი შემს, კაი წყნავს და კარგად გულაობს. და თმისღერი მიდი და ჩამოუგდე. და თავზე გაზია. შენ როგორც ერთ ქართველს და დაქცინის კიდე იქედა. და შენ იძახი მადლობა ბატონო ბიზინა სააკიანი გადააგდენ. აბა ბიჭო გადაგდებულია. რატომ ეშლება ნერვები ჩემოძმაო და შენაირი ინდიფერენტული ქართველები რო გამოვლიან და დაიწყებენ ლაპარაკს რაღაცასთან დაკავშირებით, გაიგე? შენ ახლა რაც მე ვილაპარაკე, საერთოდ შენ გარტყმაში არ ახარ. საერთოდ გარტყმაში არ ახარ. აი რაზეც ვილაპარაკე, გარტყმაში არ ახარ. გარტყმაში არაფერი შენ გულთან არ მოდის. შენ გულთან მოდის აი ესეთი ლაპარაკი, ჭორიკნობა თუ რა ქვია ამას, რა დავარქვა? ზიხარ აგერ და ჩემ ბიოგრაფიას განიხილავ. რას განიხილავ ჩემ ბიოგრაფიას? მე როცა უჭირდა ჩემ ქვეყანას ომი იყო, ომში ვიყავი, უსამართლობა იყო, უსამართლობას ვებრძოდი. ხმა იყო ამოსაღები, ხმას ვიღებდი და ამის გამო ვარ დევნილი საქართველოსთან. ხო რა, ფული კი არ მომიპარია ხალხისა და ამიტომ კი არ გამოგქცეულ ვარ ზოგიერთები. მაყუთები კი არ მიღუნია. შენ ზიხარ აქ და მე იმასნებ, აქ კაიფობ თუ რა შვებ. ხო ხარ ბედნიერად, მე კაცო. ხო გადააგდენ სააკიანი და შენ ხო ხარ ბედნიერად. ხო მიდი გააგზელი, თამი, მიდი. აუ შენ მაგარი ხარ, ჩემი ძმა. შენ მე ქენი ძმაო, შექმენი არმია და გაანადგურე, კაცო, ხო მაგა ხო ერთის კიდია, ხო მეორეს კიდია. აი შენ ხო ხარ ქართველი, ქართველიც მე მიწუნებ რაღაცეებს და შანს მიგებ. გამოდი, მე ახლა შენაირი ბევრია, შეიძლება უსმენდეს ამ ყველაფერს. და ვინაო, ეგიო. შენ ვინმე გამოგეკიდება რამეზე? შენაირი კაც ვინმე გამოეკიდება, შენ ხმა არ ამოგიღია ძმაო არაფერზე. არასდროს ეთყობა. არასდროს არ დაჯახები ხარ უსამართლობას, უსინდისობას, მიწის ისა რა ქვია, გაყიდვას, მიგრანტების შემოსვლას. წამოდი სადღაც ხარ ახლა ევროპაში კარგად გამძღარი ხარ, კაისვამ, კაიჩამ. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, კაცო და ზიხარ აგერ და კაიფო Facebook-ში და ზიხარ აგერ და შენ ჯგუფით ნერვებს მიშლი? ნერვებს კი არ მიშლი, შემოძმაო, გეუბნები ელემენტარულს, რომ შენაირი ქართველების დამსახურებაა, რომ საქართველოს ასე არის გაფარჩაკებული, იმიტომ რომ მიწავი და ყველა მის თავს მიხედა. მისი ცხოვრება მოიწყო და ზის და კაიფობს Facebook-ზე, საკომენტაროთ აქვს სამშობლოს ბედი გადაქცეული. აი ესა შენაირი ქართველების დამსახურება, არ გეწყინოს, მაგრამ შენაირების დამსახურება, იმიტომ რომ მე არ მინახია და ალბათ შენს ვერ მეტყვი შენი ბიოგრაფიიდან, რომ შენი ქვეყნისთვის რაიმე გაგიკეთები. და ვისაც გაუკეთებია, იმას ზიხარ და იმას ხნები, რა ქვია, ნერვებს უშლის შენი ჭკუი. აი ესაა დღევანდელი და ეს ვაშკაცური გონია ალბათ, რომ პაგონიანები კიდია, ნაცი კიდია, ქოცი კიდია. რას აკეთებ შენი ქვეყნისთვის? რა გაგიკეთებია შენი ერისთვის? გელაპარაკები გიხსნი აგერ ის რაც ხდება, იმის მოსმენას არ გინდა, სიმართლეს გულს გქენს. აქედან რო ვაგინებ ყველას, აქედანაც ვაგინებ და იქაც რო ვიყავი, იქაც ვაგინებდი. შენ რა კუჭი გეწვის? შენ რას აკეთებ? შენ და შენაირები რას აკეთებ? მე რო საქციელს მიწუნებთ. რას აკეთებ? აი მაინტერესებს. აი მაინტერესებს ერთი რას აკეთებ, რა გაგიკეთებია შენი ქვეყნისთვის? და შენაირებს რა გაუკეთებია ქვეყანებისთვის? წაი ბიძია, ახლა და შენი ქვეყნისთვის რაცხას რო გააკეთებ, მე მოდი და მე მითხარი რომ გააკეთე. ხო. იგე? ხო, მე სადაცა ვარ და რასაც ვაკეთებ, ხო? მე ვაკეთებ ფულს. აი, ას გეტყვი, ხა? აი, როგორც მე ფულს ვაკეთებ აქ ევროპაში და როგორც მე პირადად
აქ სარგებლისთვის წამოსულა. აი იმდენი სარგებელი მოგცეს შენ და შენ ოჯახს ღმერთმა. რატო გეუბნები, იცი? რატო გეუბნები, იცი? აი ესეთი ცილის მწამებელი რო ხარ, გაიგე? აი ესეთი ცილის მწამებელი ადამიანი რო ხარ. შენ ბოზებს დედას მოუტყნავ ჯიგარო, დარწმუნებული ვარ, შენ ბოზებს დედას მაგარი. კოჭებს გეტყობა. შენი ხმა აგერ ისმის. აი ახლა შენ გზას. მოკლედ, აი ასეთი ქართველები, რომელი ქართველებიც თავის ცხოვრებაში არაფერს არ აკეთებენ და სხვას დაცინიან და მასა არის, ძირითადი მასა არის ასეთი. არა, ჩემი საქმე. არ მაინტერესებს. მე დავჯდები, წავალ ევროპაში ვიმუშავებ, ან ამერიკაში წავალ ფულს ვიშოვი და დავჯდები აგერ და Facebook-ზე დავაკომენტარებ რა. ეგია მართალი, იგია მტყვანი და ძირითადი მასა ქართველების არის გადაქცეული ასე. ამიტომ არ იცვლება ამ ქვეყანაში არაფერი. ამიტომ არ იცვლება ამ ქვეყანაში არაფერი და არც არაფერი შეიცვლება. სანამდე აი ასეთი დამოკიდებულებით იქნება ქართველი კაცი, რომელიც ხვალ და ზეგ დღეს ხო არის თვითონ წინაპრების შთამომავალი, ხვალ და ზეგ თვითონ გახდება წინაპარი. რომელიც მის შვილს, მის ძირს და მის მომავალს უტოვებს დაკარგულ ტერიტორიებს. დეგრადირებულ, გათახსირებულ საზოგადოებას, რომელშიც აი არაფერი ქართული მენტალობის აღარაფერი შემორჩა. განადგურებულ ეკონომიკას, დადებულ ვალებს. და აი ამის გადახვეწილ ემიგრაციაში გადახვეწილ თავის პატარა ერთმუჭა ერს. და როგორც კაც ეს არ ადარდებს. ხო? აი ასეთი კაცებიდან დაკომპლექტებული საზოგადოება როგორ შეიძლება იყოს წარმატებული და წინსვლის. იმიტომ ვაგინებ ყველა არის საგინებელი და აი ყველას დედა შევეცი, ნაცისაც, ქოცისაც და პოლიტიკაში ვინც არის. და ვინცაც 35 წელიწადია იძახის შიგ ევროპაში და ყველას დედა შევეცი, ყველა საქართველოს მტერია. არა, მე კაცო შენ ვიზა წდება გული და შენაირებს ვიზა წდება. არა, გაიხალხ. ყველა ბოზი და ჩათლახია, ხო, რა გინდა? აქ კი არ ვამბობ პარლამენტშიც უთხარი, რომ 150 დეპუტატმა ყველამ ჩრდილოკორეული ერთსულოვნებით რომ მიეცით ამ ყველაფერს, ხელი არც ერთი კაცები არ ახართ და თქვენი წინაპრები საფლავებში გადაბრუნდებიან თქვა, რა მე, რა კუჭი გეწვის. მაგის გამბედაობას გააკეთებდი შენ? თუ იმის გამბედაობას გააკეთებდი, ნამოხვან ჰესეროისა, რა ქვია, 600 ჰექტარი მიწარო 121 ლარად გაყიდეს და პირდაპირ უთხარი მოღალატეები ხართ. თქვენ ხართ მოღალატეები, მოვადრო და გაგასამართლებთ. თქვენი ერი, ამას გააკეთებდი? ხო, მე საგინებელია და ვაგინებ მოღალატე, ვიზე გეწვის გული და ვიზე გეწვის ერთი ადგილი, ერთი მიტყარი. არა, კაი ხალხი პოლიტიკაში. ბოზებია სულ და ბოზიჯობია კიდე, მოღალატეები არის. ივსებენ კუჭს, იძღებენ კუჭს და ფეხებზე კიდიათ საკუთარი ერი. და არავინ არ აკეთებს იმას, რაც აქვს გასაკეთებელი ერისთვის და შენ რა კუჭი გეწვის, მე თუ იმგეს ვაგინებ, ვინაა შენი ბიძაშვილია, ეთქობა ვიღაცა მამიდაშვილია, ან მეგობარია, ან ისა და ვიღაცა მოყვა ალბათ ამ საჩოქში, ხო? აი ასეთი დამოკიდებულებით ცხოვრები ქართული საზოგადოება, რომელსაც ქართობის მიზნად აქვს გადაქცეული, არაფერი არ ეშველება. ამიტომ ველოდები რატო ვილანძღები? ლანძღვა შენ დაიწყე, ჩემო კარგო, ლანძღვა შენ დაიწყე, ჭკუის სწავლება დამიწყე, რომ რა ყველას ლანძღავ და რატო აგინებ და რატო იმაშვები და რატო ამაშვები და გეუბნები არის აგინებელი და ჩემ ბიოგრაფიას შეეხე, ჩემ ბიოგრაფიას გეუბნები და შენ რატო ხარ გალანძღული, შეგაგინე, შეურაცხყოფა მოგაყენე. თუ რა? მე გეკითხები შენი ცხოვრების წესით შენი ცხოვრების მანძილზე შენი სამშობლოსთვის რა გაგიკეთებია? შენი ცხოვრების წესით, აი, კახა გეკითხები, არც მე გამილანძღი ხარ, შენი ცხოვრების წესით რა გაგიკეთებია? რა გაგიკეთებია? კითხვას გისვამ ქვეყნისთვის იქნება გაკ რაღაცა გაკეთებული და მე არ ვიცი. დარგ ლანძღავ ძმაო. ეს არის ფეხებზე დაკიდება ქვეყნის და ერის ბედის და ერთეულებზე შეტოვება. ცუდია. ყველა ცუდია. გამისახელე შენ ვინაა კარგი.
მითხარი კარგი ვინა და გეტყვი რომ კარგია. თუ კარგია. ცუდია. ცუდია ნაცი, ცუდია ქოცი, ცუდია ლელო, ცუდია ალეკო. ცუდია ბოკერია. ცუდია გირჩი. ცუდია თარხანა და მისი ნაბოზრები. ახლა გეკითხები შენ თუ რომელიმე კარგია, მითხარი შენ რომ კარგია და დამიმტკიცე რომ კარგია. ცუდია. ცუდია. ყველა ნაბოზვარი და ჩათლახია. ყველა ფულის გატყავებაზეა, ყველა ხალხის მოტყუებაზეა, საკუთარი ჯიბის გასქელებაზეა. ყველა ასია. ხო. და გეუბნებია რომ პატრიოტი ვარო და ჩემი ქვეყანა მიყვარს და ხმა მომეციო, იმიტომ რომ ეს კარგად ვიყო და ჩემი პარტიას კარგად ვყავდესო და შენ სული გაგძროს ემიგრაციაშიო და ქვეყანას დედა ეტიროს. ახლა რატო ვთქვა ამ ხალხზე რომ კარგია? რატო უნდა ვთქვა? ნუ მეც პასუხო. ხო მეკითხები რატოა ყველა ცუდი? მოღალატეებია და საქართველოში იმდენი მოღალატეა, ხო ყარო აგვი მოღალატეს დაეცემა თავში. ხო. მე არ ამიღია ჩემი ხალხის გადახდილი გადასახადებიდან ერთი კაპიკი და არ ჩამიდვია ჯიბეში და არავისთვის არაფერი არ მომიპარია. არც ჩემი ქვეყნისთვის მიღალატებია. ხო და პასუხობ მე შეკაი დედმამიშვილო არა, კაი ხალხი თქვა და რა უკნა ახლა რომელია კაი ხალხი? ამაშია საკითხი. ძალიან კარგი. თუ დაასანქცირებს შეერთებული შტატები ქოცებს, თუ დაასანქცირებს ისა რა ქვია ისა ევროპა, თუ დაასანქცირებს რუსეთიც და ჩინეთიც და სული ამოძვრებად, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ყველას ამათ ეს ფული აქვს ქართველი ერის ძარცვით, ქართველი ერის მოტყუებით, ქართველი ერის გადაგდებით. ნაშოვნი. ძალიან მივესალმები, იმიტომ რომ არა საქართველოში პოლიტიკური ძალები, კი, ყველა ცუდია, ყველა ბოზია და მოღალატეა. რა გითხრა მეტი, რა ენაზე გითხრა? პოლიტიკაში ვინცაა და ვისაც ყედავ, მთელი საქოცეთი, მთელი სანაცეთი, მთელი არასამთავრობო სექტორი ყველა მოღალატე და ბოზი და ჩათლახია. ხო, რა გინდა, რატო გწყინს? ასია. იმიტომ რომ ქვეყნისთვის არაფერი სიკეთე არ გაუკეთებიათ ამ წლების მანძილზე. და გამახსენე ერთი მაგათი გაკეთებული საქმე. ზოგი თუ იღებს ფულს ევროპიდან და ამერიკიდან და თურქეთიდან და რუსეთიდან და ხალატობს მის ქვეყანას, თუ არა მეორე ხალხს ყავებს და ხალხის ხარჯზე ცხოვრობს და ხალხისთვის არაფერს არ აკეთებს. და 1,300,000 ქართველი დარჩა საქართველოში. და გაივსო საქართველო არაბებით, პანჯაპელებით, ინდუსებით, ჩინელებით, 1000 რჯულის ხალხით. ხო ცუდია. მაგ ინფორმაცია და ხა რატომ აქ ეს ინფორმაცია? ჩემი ცხოვრების ახლა 40 წლის გავხდები მალე. მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი ქვეყნის ბედიღბალს როგორ ჭირდებოდა, რანაირად ჭირდებოდა, ამასთან მომიწია შეხება და დამიგროვდა ეს ინფორმაცია ამ წლების მანძილზე, რაც მინახია, რაც მომისმენია, რაც დოკუმენტალური მტკიცებულებით ამაქვს და მაგ და ვამბობ ამ ყველაფრიდან გამომდინარე რომ ასია. მაგ და ვერ ხედავ რომ მე ჩემ ქვეყანაში რაიმე კარგი ხდება. შენ ხედავ, ვინმე ხედავთ რომ საქართველოში რაიმე კარგი ხდება? ხედავთ რომ ქართველი ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას იწყებენ, ხედავთ რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა აღდგენას იწყებს, ხედავთ ვინმე რომ საქართველოში სკოლაში მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა შედის და მომავალი თაობები წინაპრებით და რწმენით იზრდებიან? ხო, მე ვერ ხედავ. ხედავთ, მე ვერ ხედავ. აი ბატონო, შენი აზრით ვიყო აგენტი, მე ხო. აი, მე ვარ აგენტი. მე კი არა, თუ შემოძმაო, ზვიად გამსახურდიას უზახოდები. კაკებეს აგენტს და თუ ვინმე გამოვადა ამ ჩვენ ერს რამეს ეტყვის, რომ ეს ცუდია. ცუდია. ხო? აი, ყველა არის ცუდი. ყაველაშვილი როდის თქვი, ერთი ცუდი კაციაო, ერთი როდის თქვი გეკითხები, რომ ცუდი კაციაო. ყაველაშვილი იყო ყოველთვის ვინც უყურებს ჩემ ლაივს და მithumetes თუ უყურებ, თქვი გასაგებენაზე ყაველაშვილის მინუსი რაც იყო, რაც მე მას ვიცნობ და მქონია შეხება, გამოვარდა და LGBT კანონების შეცვლაზე პირველი წინააღმდეგი გამოხდა და ვეტო დაადო ცვლილება, რომელიც შეგვქონდა. სხვა მეტი მაგის ცუდი მე პირადად არ გამიგია, არაფერი თქვა და ახლა მეუბნები ცუდიაო და არც კარგია და არც ცუდია, არც პლას აწუხებს და არც ცოცხალს და პრეზიდენტია. ეგერა, დამპყრობელი რუსეთი.
ადგეს და წევიდეს 9 მაისს. ერის ბედია, გადასაწყვეტი, ეგერ აფხაზეთისათვის ებახდება, სამაჩაბლოსათვის ებახდება, დეკარტველიზაცია ხდება. წევიდეს, ხო პრეზიდენტია. დაელაპარაკოს რა თავს მოჭრიან დემეტრე თავდადებულივით? არ მოჭრიან ხო თავს, მაგრამ არ მიდის. აბა ახლა ასე დასვით ნებისმიერი თანამდებობაზე კაი შეჯამს, კაი შესვამს და მადლობელი, იმით უნდა ვიყოთ, რომ ქვეყანას არაფერი არ ავნოს. ამაშია საქმე. ასე რომ ქვეყანაში სადაც ქვეყანაში 256 პარტიაა. არც ერთი ქვეყნის სამსახურში არა. ქვეყანაში სადაც საპატრიარქოს და პატრიარქს თვითონ არა აქვს სურვილი სახელმწიფო რელიგიად იქნას გამოცხადებული მართლმადიდებლობა. ქვეყანაში სადაც ეგრეთ წოდებული NGO სექტორი მთლიანად ზის ფულზე და მთელი ეს ტელევიზია ზის მოღალატეების ფულზე. ხო? აი, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს. იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს და არ ექნება, არც უნდა კონდეს. ასეთია ბუნების კანონი. არ ივარგებ, ვერ ივარგებ. მოვა სხვა და დაიკავებ შენ ადგილს. მე რა ვიცი ახლა. აბა მითხარი ერთი, შენ მითხარი ერთი კაი რომელია? კაი რომელია და მე გეტყვი შენ, რომ არა, იგი კაი. რატო ვიტყვი? იმასაც დაგისაბუთე. აი ხალხო, ელემენტარულს დააკვირდით რა. ეს არის ამერიკელების მეგობრობა. 34 წელიწადი იყოს შენი ქვეყნის სტრატეგიული მეგობარი. 34 წლის მანძილზე გაძარცვოს შენი ქვეყანა, ნაწილ-ნაწილ დაშალოს, თუ რამე იყო ამ ქვეყანაში წარმოება, ეკონომიკა გაათახსიროს ბოლომდე და გაზიდოს ნაწილ-ნაწილ, ეს ეკონომიკურად. შენ ქვეყანაში დასვას მოღალატე რეჟიმები, დაგაპირისპიროს რუსეთთან, მუდმივად გიჩიჩხინოს, რომ იყო დაპირისპირებული, გაგინადგუროს, გაგირყვნას, გადაგიგვაროს ახალგაზრდობა, ჩაატაროს ამერიკანიზაცია და მაქსიმუმ შენ ქვეყანაში გახსნას კოკაკოლის და იმის მაკდონალდსის საწარმო. ბიზნეს ნუაგინე, ბიზნეს დედაშევეცი და მაგის მოღალატეს უყველა მინდევარს. ვინც დააქცია ეს ქვეყანა ამ 13 წლის მანძილზე. ხო. ეგა. პროსტა კი არა, თავი და თავია მაგი და რატო ვაგინებ, იცი? რატო ვაგინებ, იცი? ის სააკაშვილის და ის ნაციონალური მოძრაობა ზუსტად ბიძინა ივანიშვილის ფულზე იჯდა და ანადგურებდა ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილის ფული რო არ მიეცა, ვერ გაანადგურებდა ქვეყანას. ასე რომ თუ წაართმევენ რაიმე ფულს და თუ გაათახსირებენ და თუ დედას უტირებენ, აი ამ ჩემს ფეხებს რა. ასია გადაგვარებული ეს ხალხი, ასია გადაგვარებული ეს ქვეყანა. და ღმერთია დავიწყებული, სარწმუნოებაა დავიწყებული, ადათია დავიწყებული, წესია დავიწყებული, ტრადიციაა დავიწყებული და სალოცავად არის გამხდარი ბიძინა. შენ ვერ დაგითხრებს და მე მეტი რა უნდა მიქთან. მე ოჯახი გამიუბედურეს. ჩემი ძმა იყო თავისი ოჯახით იძულებული გახდა და გადახვეწეს ქვეყნიდან, მე იყო იძულებული გამხადეს და გადმოხვეწეს ქვეყნიდან. მე ვარ ამ დღეში. და თურმე ლაპარაკიც ვერ უნდა ვთქვა, ბიზინა უნდა ვაქო და ვადიდო. ძირითადი საქართველოს მოსახლეობა, ახლა მე თუ კანონთან მიმართებაში უსამართლობიდანა ვარ წამოსული, სხვა სოციალური უსამართლობითაა წამოსული. ზოგს შია და გადმოხვეწილია იმისთვის, რომ ოჯახში ორი ლუკმა გააგზავნოს. ზოგი გადმოხვეწილია იმისთვის, რომ ავანტყოფი ყავს და იქნება ვინცხა ქვეყანამ სამადლოდ უმკურნალოს და საქმეზე რომ იდგება, მაინც ვერ ამევიღებ ხმას, იმიტომ ვერ ამევიღებ ხმას, რომ მე საქართველოში დაუბრუნდები ბიძინამ რამე არ მიითხრას. არ მეშინია ჩემო ძმაო მე არავის და არაფრის.
ერთხელ ვიბადები და ერთხელ ვკვდები და ყველა ასე ხდება. ერთხელ იბადება და ერთხელ ვკვდება და მე ჩემს სამშობლოს, ჩემს ცხოვრების მანძილზე არ უღალატებ და ვინც მოღალატია და ვინც ჩათლახია, როგორც შემეძლება, მათ ვავნებს უყველას. აი, ეს არის ნაამერიკალი საქართველო. და ახლა კიდე ძალიან დიდ მეგობრობას შემოგთავაზებენ. ძალიან დიდ მეგობრობას, ახლა დააქცევენ ხოცებს, მოიყვანენ ნაცებს, თუ რა ვიცი ვინც არიან იქეთ, კოალიციურ მთავრობას. კიდე ერთხელ ჩართავენ ამ ქვეყანას ომში, კიდე ერთხელ საბოლოოდ გაანადგურებენ. როგორც ახლა აფხაზეთი დაგლეჯილი და შეერთებული, სამაჩაბლო და დაგლეჯილი და შეერთებული, ისე დაგლიჯავენ ასე ნაწილ-ნაწილ ამ ქვეყანას და შეუერთებენ დედა რუსეთს. ოღონ უკვე როგორ იცით? აი როგორცაა ესა. აფხაზეთში როა ქართველობა დარჩენილი, სამაჩაბლოში როა დარჩენილი, თელ საქართველოში დარჩება ისეთი. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებო, მადლობა დემოკრატიის აშენებისთვის. მადლობა ბატონო ბიზინა ღმერთმა დაგლოცოს. ეს პერსპექტივა აქვს მომავალში საქართველოს. ან ის პერსპექტივა, რომელი პერსპექტივითაც ახლა ცხოვრობს, ან მეორე პერსპექტივა ეს არის. მეგობარია. ჯონ უილსონი ქართველებზე დარდით და ფიქრით არ ძინავს, არ ცხოვრობს, ვერ ისვენებს კაცი. აგერ 70-ს გადაცდა და ვერ ისვენებს ქართველები ისე უყვარვართ და აი დებილ გამოსწირებულ ქართველობას რო ამისი ჯერა. არავისთან არ ვისურვებდი მეგობრობას, იმიტომ რომ არ არსებობს. ეს არის არასწორი ტერმინი. ესა შევარდნაძის ყურით მოთხრეული და დამკვიდრებული ტერმინი. ჩემი მეგობარი ბუში, ჩემი მეგობარი ბეიკერი, ჩემი მეგობარი ელცი, ყველა ჩვენი მეგობარი იყო. ჩვენ არავის მეგობარი არ ვიყავით. არ ვიცი ვინ ახარ ჩემო ძმაო და მშვიდობა მოგცეს საითაც პირიქნა. ქართველი კაცი ხარ და ცუც არ გისურვებ. ვინ თქვა და ედუარდ ამბროსევიჩმა ყველა იყო მეგობარი ბერლინის კედელიო დავანგრიეო, ბერლინის კედელიო იმაშიო, რა ქვია, ევროპაშიო და სოხუმში დადიოდა და იქიდან უძახოდა გენშერს და ბუშს და ბეიკერს, რომ ახლა მეო კაცო ევროპაში გავაჩერე ომიო და მიშველეთო აქეთო, მაგრამ აქეთ არავინ არ შველოდა. აი შევარდნაძის და დამკვიდრებულ პოლიტიკურ სისტემაში და პოლიტიკურ კლასში და მემკვიდრეებში გვიწევს ცხოვრება. ასე რომ ასე გაგრძელდება ეს ყველაფერი, არავის არ გქონდეთ უკეთესის მოლოდინი, ერთი იქნება ძალიან კარგი, თუკი მაქსიმალურად ნაცებს და ქოცებს ყელში წაუჭერენ რაღაცას და ერთმანეთს დაერევიან. ნორმალური ადამიანი დავჯდებით და უყურებთ ამ ყველაფერს. არც ის მაინტერესებს ჩემო ძმაო, ვინ ახარ? და არც ის მაინტერესებს კიდე რა გიკეთებია. ან რას აკეთებ ახლა? შენაირი გამომწერი 43000 მყავს. Facebook-ზე და 40000-ზე მეტი მყავს YouTube-ზე. ამიტომ დიდად ვერაფერში ვერ გამოგარჩევ პროვოკაციების გარდა. გააგზელე, ამიტომ არ მაინტერესებს. უბრალოდ იმიტომ გაგეცი პასუხი, რომ შენაირი აზროვნებს ძალიან ბევრი. რატო აგინებ ყველას? სააკაშვილი მოგვაშორეს, ბიზნეს არ შეაგინო, კაი კაცია, ესე შემდეგ, ამიტომ გაგეცი პასუხი, ამით გამოგარჩიე თუ არა. არ შენი პირადი ცხოვრება მაინტერესებს, არ შენი წარსული მაინტერესებს, არ შენი აზრყო და არ შენი მომავალი. იმიტომ რომ სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანი შენ არ ახარ და შენი აზროვნებიდან გამომდინარე და სამშობლოს ბედი შენ არ გადარდებს და რატო უნდა მაინტერესებდე ვინ ახარ? არ მაინტერესებდა კითხვა დაგისვი, უბრალოდ რომ შენ რა გაგიკეთებია თქვა და გაკეთებული რო კონდეს რამე შენი ქვეყნისთვის მეცოდინებოდა რაცა დიდად უფროსი არა ვარ შენზე და ამაშია საქმე. ამაში არის საქმე. ძალიან კარგი მივესალმები. მივესალმებით, ასეთ მეგობრობის აქტს თუ მიიღებს ევროპელები, ამასაც მივესალმები. კანადაც თუ მიიღებს, თურქეთიც თუ მიიღებს, რუსეთიც თუ მიიღებს, თუ ამას წაართვევს ყველა ქონებას. ძალიან ბედნიერი ვარ. ასე იცის ბატონო ბიძინა, ამერიკელების უკანალში ძრომიალმა
და კოჰაბიტაციების გამოცხადებამ და 13 წელიწადი საკუთარ ერზე გადავლამ და გათახსირებამ და სულში ჩაფურთხებამ ქართველისთვის და მერე ისა მეგობრობის აქტის გამოგზავნა. აი ესეთი მეგობრობა იციან ამერიკელები. ასე რომ დაველოდოთ ჯერჯერობით ახლა იწყება ეს მთელი კომედიური სცენარები და უყუროთ ამ ყველაფერს. აბა დღეს ახლა ქვეყანაში ძალა არაა იმისი, რომ სადღაც ეროვნული გაერთიანება ხდებოდეს და რაღაცა ხდებოდეს და რაღაცისკენ მიდიოდეს. რაღაცა დავიწყეთ აგერ კეთება და იმდენი მტერი და იმდენი გველი შემეგვესია. ჯერ წელი ვერ წარმოგვიდგია და დანარჩენი ეგრე არ მაინტერესებს, კახა არ მაინტერესებს, იზორიას დედაც მოუტყან. ხო და მისი ნაბოზარი სასტავის კიდე იქეთ და შენ ჩემს ძმაში გესლები, გონია ბიძია და წადი იქით და ჩემს ძმას ელაპარაკე ვინაა და რა იზორიას გოგო და იზორია ვინაა და შენ ვინა ხარ კიდო. ასე რომ გესლები, ჯერ გარჩევა ისწავლე, ვის ელაპარაკები და მერე მელაპარაკე. ხო. ხო. იზორიას, ქართული ჯარის კრისის. არ ვიცნობ, არც იზორიას გოგოს ვიცნობ, არც მის ცოლს ვიცნობ, არც მის გამოსწირებულ ძმას ვიცნობ, ნარუში რო ვკითხრო დადიოდა ეგერ და ძაღლებს რო ეკაჩებოდა, ნარუში რო ვკამაკ, მე იზორიას ძმა ვარო და არც მაინტერესებს, იმიტომ რომ ნაბოზრების ნაცნობობა არანაირი სურვილი არ მაქვს მაგათთან ურთიერთობის. ხო. ქართველი ერის და ქართველი ჯარის ისა რა ქვია. კრისების პალატის, კაი გიქნია. რა თქმა უნდა, ერთი და იგივე ტვინი აქვს. ამ ქოცებს ახლა ვისაც უყურებთ, ამ ქოცებს, ეგენი რო გეეწყო თავის დროზე იმას, მიშას, მიშისტები იქნებოდნენ პირველი პირწავარდნილი. უბრალოდ მიშამ არ გააძღო ყველა. არაფერაც წითელი ინტელიგენციაო და ჩარეცხილებიო რო უწოდა. აი მაშინ დაუშვა დიდი შეცდომა. იმიტომ რომ ხალხი მერე ბიძინა მიყიდა ყველა. და მე დადიოდნენ სოფელ და იძახოდნენ, რომ აი ბიძინა აგვაშენებს და ბიძინა ასე გვიზამს და ბიძინა ისე გვიზამს. რა განსხვავება ნაც და ქოც შორის? არაფერი. ესე ეგ. მიდით. შიგ ევროპაში, შიგ ამერიკაში, აბა თქვენ იცით. მეგობარი აქტი.